მაგალითად, ამაში მდგომარეობს ავატარის პრინციპული განსხვავება ბოლო 10 წელში სხვა ფინანსურად წარმატებული პროექტებისგან, რომლებიც ან ცნობილი ფრანჩაიზების სიკველები და პრიკველებია, ან დაფუძნებულია კარგად ნაცნობი წიგნების, კომიქსების და თამაშების სერიებზე. კემერონისთვის ტექნოლოგიები და ფინანსური წარმატება არასდროს ყოფილა მთავარი მიზანი. მისი ყველა ფილმი ახორციელებდა მნიშვნელოვან გარღვევას კომპიუტერულ გრაფიკაში. ასე იყო ნოვატორული წყლის იმიტაცია უფსკრულში და თხევადი ტიათასი ტერმინატორში, მაგრამ ჯერ ყოველთვის ჩნდებოდა ნათელი სურათი. შემოქმედის ფანტაზიის წარმოსახვის ფრენა, ხოლო უკვე შემდეგ იწყებოდა ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა შეესრულებინათ ეს ყოველივე ეკრანზე. ტიტანიკშიც კი 90-იანი წლების მთავარ ბლოკბასტერში ვიზუალური ეფექტები არ ეფარებოდნენ სიყვარულის ისტორიას და შეუმჩნევლად გამოიყენებოდნენ, რათა შეევსოთ მხატვრების რთული ნამუშევარი, რაც მათ გემის დეკორაციების აღდგენისთვის ჩაატარეს. ავატარში ჯერ გამოჩნდა პლანეტა პანდორა და მისი მაცხოვრებლები, ხოლო შემდეგ ტექნიკური დავალება, თუ როგორ დაერწმუნებინათ მაყურებლები მათი არსებობის შესახებ. ფილმმა, რომელიც თითქმის სრულიად შედგებოდა ბევრი კომპიუტერით დაგენერირებული პერსონაჟების და დეკორაციების ურთიერთქმედებით, ძალიან განავითარა მოძრაობის აღბეჭდის ტექნოლოგია, რომელიც ბეჭდების მბრძანებელებმა გახადა პოპულარული. მაგალითად, ისეთი ეფექტი რომ არ ყოფილიყო, როგორც რობერტ ზემეკისის პოლარულ ექსპრესია, კამერა გმირის თვალის გუგის მოძრაობასაც კი იჭერდა, რამაც მსახიობებს საშუალება მისცა, რომ სამსახიობო თამაშის ყველა ნიუანსი შეენარჩუნებინათ. გარდა ამისა, რეჟისორისთვის მნიშვნელოვანი იყო კომპიუტერული ეფექტების, პრაქტიკული ეფექტების და ილეთების გაერთიანება, რათა ექშენი რეალურად აღვიქვა. ამავე მიზნისთვის გადასაღები პერიოდის დასრულების შემდეგ, სცენებს, რომელშიც მსახიობის მოძრაობა უკვე აღბეჭდილი იყო, რეჟისორისთვის თავიდან უშვებდნენ. ის პირადად იდგა კამერით და თითქოს თავიდან იღებდა ეპიზოდებს. არჩევდა რაკურსებს და ფილმს სიცოცხლეს მატებდა. მაგრამ ფილმის მთავარი ატრაქციონი გახდა 3D. ჯეიმს კემერონის ახალი გატაცება, რომელიც ერთდროულად იყო ინოვაციური ტექნოლოგია მაყურებლების კინოთეატრებში მოსაზიდად და ისტორიაზეც კარგად მუშაობდა.